ლიბანს და ისრაელს შორის რაღაც უპრეცედენტო ხდება, რაც შეიძლება მთელი რეგიონის სახეს შეცვალოს. პირველად ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ერთად იმუშაონ ჰეზბოლას გავლენის დასრულებაზე სამხრეთ ლიბანში და საბოლოოდ დაამყარონ სიმშვიდე საზღვართან. მოდით დავიწყოთ. მოგესალმებით, კვლავ იერუსალიმის სტუდიაში JNS TV-ზე. ამ კვირაში კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება გქონდა, ასე ვთქვათ. მგონი ეს უკვე მესამე ან მეორეა. ვინ შეძლებს დაითვალოს, რამდენჯერ ვაცხადებთ ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ლიბანს შორის. მაგრამ ამ შემთხვევაში ისრაელი და ლიბანი ერთად აცხადებენ, რომ სურთ სწრაფად წაიწიონ წინ ეგრეთ წოდებული საპილოტე ზონების შექმნისკენ, რათა ეტაპობრივად განდევნონ ჰეზბოლა, ტერორისტული ორგანიზაცია, ლიტანიის მდინარის ჩრდილოეთით. და შემდეგ იყო შეთანხმება, რომელიც კვლავ ეს მოხდა მორიგი მოლაპარაკებების, ისტორიული მოლაპარაკებების დასრულებისას, რომლებიც შესვით შესაძლოა იერუსალიმსა და ბეირუთს შორის გაიმართა. მოდით გადავერთოთ ისრაელის ელჩზე აშშ-ში, იეხიელ ლაიდერზე, ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფიქრობ დღეს რაღაც ისეთი მივახციეთ, რაც შედარებით უპრეცედენტოა. ისრაელი შევიდა ლიბანში მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ გადაწყვიტა ირანის ომში ისრაელის წინააღმდეგ მიეღო მონაწილეობა და ჩვენ ჰეზბოლას უკანცევთ. და ჩვენ ლიბანის ხალხს მივაწოდეთ გაგება, რომ ჩვენ არ ვართ მტერი. მტერი ჰეზბოლა. და ეხლა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა ირანის ამ პროქსისგან, ისრაელის საზღვარზე, რომელიც ისრაელს ართმევს უსაფრთხოებას და ლიბანის ხალხს თავისუფლებას. ვფიქრობ ეს არის მიღწევა. მაშალექს პილოტური ზონები ჰეზბოლას ჩრდილოეთით გადაყვანა. მართლა შეასრულებს ლიბანის მთავრობა იმას, რასაც ამბობს, ანუ გაანადგურებს ან შეამცირებს ჰეზბოლას. იმ დონემდე, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე. ჩვენი და ლიბანის ხალხის საკეთილდღეოდ. რაცა ხდება არის ჰეზბოლას მხრიდან ქვეყნის ჩრდილოეთით კონსოლიდაცია. შეთანხმება რეალურად ისრაელსა და ლიბანის მთავრობას შორის, რომ ჰეზბოლამ არ უნდა იმოქმედოს. ჩვენ რომ ლიტანის ზონას უწოდებთ, ლიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 10-15 მილის მანძილზე ისრაელის საზღვართან ახლოს, რომ ჰეზბოლა ამ შეთანხმების ფარგლებში იქიდან გავა. ლიბანის სამხრეთში დარჩენილი ჰეზბოლას მებრძოლები, როგორც იუწყებიან, მიიღებენ მოკლევადით უსაფრთხო გასვლის საშუალებას, რომ დატოვონ ეს ტერიტორია მანამ, სანამ იცით, ისრაელი ცეცხლს გახსნის. ერთ მომენტში ელჩმა ლაითერმა აღნიშნა, რომ ისრაელი ცეცხლს გახსნის გარკვეულ ეტაპზე, თუ ისინი არ გავლენ. ეხლა როცა პილოტ ზონებზე საუბრობთ, ძირითადად იდეა ისაა, რომ ლიბანის მთავრობა, რომელსაც შეერთებული შტატები დაეხმარება, აღჭურვავს და გაწვრთნის, შევა და აიღებს კონტროლს რამდენიმე სტრატეგიულ ტერიტორიაზე. ეხლა ცრადია თავიდან პილოტ ზონა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ლიბანის არმია შევიდეს გარკვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ მის გარშემო ისრაელის სამხედროები იქნებიან, ხომ ასე? ასე რომ ამ შემთხვევაში თქვენ გყავთ ისრაელის თავდაცვის ძალები და ლიბანის არმია, რომლებიც გვერდ-გვერდ მუშაობენ კოორდინაციით, რათა ჰეზბოლას არ მისცენ ტერიტორიის დაკავების საშუალება. მაგრამ საბოლოოდ ლიბანელებს ამ ტიპის შეთანხმებაში სურთ დაინახონ, რომ თუ პილოტ ზონა იმუშავებს, შემდეგ იქნება კიდევ ერთი პილოტ ზონა. და თითოეულ პილოტ ზონაში ისრაელის თავდაცვის ძალები ტოვებენ ამ ტერიტორიას და ლიბანის არმია იღებს ამ ტერიტორიის კონტროლს. თქვენ მიაღწევთ იმ წერტილს, როდესაც თუ ისრაელის თავდაცვის ძალები აღარ დარჩებიან სამხრეთ ლიბანის არც ერთ ნაწილში, მაშინ მთელი ეს ტერიტორია ლიბანის არმიის კონტროლქვეშ იქნება. დაკითხვა ისაა, როგორც აქ მუდმივად ვსვამთ, შეძლებს თუ არა ლიბანის არმია რეალურად აღკვეთოს ჰეზბოლას ამ ტერიტორიაზე ყოფნა. ჰეზბოლა უბრალოდ შეაღწევს ლიბანის არმიაში. ანუ ვინ არიან ეს ლიბანის არმიის წევრები? ჰეზბოლა მთელ ქვეყანაშია გავრცელებული. დიახ, ლიბანის მთავრობას ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჰეზბოლა თავის საქმეებში არ ჩაერიოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰეზბოლა ქვეყანას გარეთ არის. ხომ ასეა? ისინი ისევ იქ არიან. და ვფიქრობ, დიდი საფრთხეა ვიფიქროთ, რომ ლიბანის არმია იქნება ის ძალა, რომელიც შეძლებს სამხრეთ ლიბანში ამ სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას. იცით და ვიცი, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეს არ სურს მოისმინოს, მაგრამ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ჰამასი გააჩეროს ისრაელისკენ გადაადგილებისგან ღაზაში, ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ჰეზბოლა შეაჩეროს ლიბანში სამხრეთისკენ ისრაელის საზღვრისკენ გადაადგილებისგან, არის ისრაელის თავდაცვის ძალები. ასე რომ იცით, ეს კიდევ ერთი გეგმაა, რომელიც როგორც ჩანს გულისხმობს ძალას, რომელიც ან არ სურს, ან არ შეუძლია ჰეზბოლას ისრაელისკენ გადაადგილების შეჩერება. ეხლა ისევ თუ ეს ასე გაკეთდება, ვთქვათ ფრაგმენტულად, სადაც კარგი ლიბანის არმია აქ არის და ისრაელის არმია აქ არის და ისრაელის არმია აქ არის და ლიბანის არმია აქ არის,
და შემდეგ ისინი მუშაობენ, ესე ვთქვათ, ისრაელის თავდაცვის ძალების ზოგადი ზედამხედველობის ქვეშ, რაღაცა მსგავსი შეიძლება იმუშაოს, თუ ეს გაზიარებული პასუხისგებლობაა. მაგრამ თუ მიზანია, რომ პასუხისგებლობა მხოლოდ ლიბანის არმიაზე იყოს, ეს ჩემთვის აბსოლუტური რეცეპტია მარცხისთვის. ხო, ხალხმა უნდა გააცნობიეროს პრაქტიკულ დონეზე, რომ შეიძლება შიიტური ოჯახი იყოს სამხრეთ ლიბანში. და ერთი წევრი, ერთი ძმა, თქვათ, ლიბანის არმიის წევრია, ხოლო მეორე ძმა ჰეზბოლას წევრია. ასე რომ, ასეთ სიტუაცია ხშირად ხდება. ანუ როგორ უნდა თანაცხოვრობდნენ ეს ადამიანები? როგორ უნდა რომ ძმამ ძმას უღალატოს და ჰეზბოლას ებრძოლოს? ეს ხო ოჯახში ეგრეთ წოდებული დაზღვევის მაგალითია, არა? დიახ, ზუსტად ასეა. ორივე მხარის ნაწილი იყო. ანუ, რასაც ელჩი ვაიდერი ამბობს, სწორია, რომ უკვე იწყება გაცნობიერება იმისა, რომ ჰეზბოლა ორივეს, როგორც ისრაელის, ისე ლიბანის საერთო მტერია. და შეერთებული შტატები ნამდვილად მხარს უჭერს ზეწოლის მოხდენას ლიბანის მთავრობაზე, რომ მათ არამხოლოდ შეეგუონ ამ ფაქტს. და ცხადია, მათ ეს დიდი ხანია ესმით, მაგრამ უნდა აღიარონ, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჰეზბოლაზე ზეწოლა მოახდინოს. მაგრამ საბოლოოდ რას ხედავთ? ჩვენ ხედავთ, რომ ჰეზბოლა კონსოლიდირდება ჩრდილოეთში, ბეირუთის რაიონებში, ბეირუთის შემოგარენში და დაივაში. და პრეზიდენტი ტრამპი ნამდვილად აჩერებს ისრაელს, რომ ჩრდილოეთით ლიბანში არ გადავიდეს ჰეზბოლას კიდევ უფრო გასანადგურებლად. არ ვიცი, აქვს თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალებს ამისთვის საჭირო შესაძლებლობა. არ ვიცი, აქვს თუ არა ისრაელს ამჟამად სურვილი, რომ დიდი რაოდენობით ჯარი გაგზავნოს ლიბანში ხანგრძლივი დროით. იმ დროს, როცა პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მთელი რეგიონში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, ამიტომ ეს ამ ეტაპზე საუკეთესო დიპლომატიურ ვარიანტად ჩანს. შემდეგ კი უნდა დაველოდოთ, რა ბედი ეწევა საბოლოოდ ამ სამხრეთ ლიტანიის რეგიონს. ამას გულისხმობენ ისინი ეხლა ძირითადად სამხრეთ ლიბანს, ლიტანიის რეგიონს და საუბარია იმაზე, რომ ეს ტერიტორია შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის ზონად გადაიქცეს. მართალია. ჩვენ ნახეთ, რომ ისრაელმა უკვე გაანადგურა ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი, შიიტური თემების უმეტესობა აქედან გააძევა და მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანული და დრუზული თემი დატოვა ამ ტერიტორიებზე. ასე რომ შეიძლება მომავალში სამხრეთ ლიბანში სხვა სურათი ვიხილოთ, რათა შეიქმნას გონივრული ბუფერული ზონა ლიბანს, ჰეზბოლას და ისრაელს შორის. ალექს, კიდევ ერთი ჩანაწერი გვაქვს აქ ელჩი ლაითერი საუბრობს პილოტურ ზონებზე, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ. მოდი ვნახოთ. პილოტური ზონის პროექტს ამერიკის შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს. ლიბანის არმიის სპეციალური დანაყოფები აიღებენ კონტროლს სხვადასხვა ტერიტორიებზე და ეტაპობრივად გავრცელდებიან სამხრეთის მასშტაბით. ამიტომ რომ არ შევიდეთ ისევ იმავე სცენარში, როცა ისრაელი ტოვებს, ჰეზბოლა ბრუნდება და ისევ იმავეს ვიმეორებთ, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ხდებოდა. ჩვენ აღარ შევდივართ იმავე სცენარში, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის შეწყვეტაზე, ისრაელი ტოვებს, ჰეზბოლა ბრუნდება და ისევ იმავე უაზრობაზე ვბრუნდებით. ეს შეჩერებულია. ყველა მიცის, რომ ეს უნდა შეწყდეს. და ჩვენ სავსენი ვართ იმედით, რომ ამჯერად ეს წარმატებით დასრულდება. ესე რომ ელჩი მართალია. უკვე 2 წელია ესე ვთქვათ ამ ცეკვას ვცეკვავთ. როცა არის შეჩერება, დაწყება, ცეცხლის შეწყვეტა, ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტა, როცა ზომიერი სროლა. პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. და ამავე დროს სასწრაფო სიახლეა. ერთი ისრაელელი მოკლეს და მინიმუმ 5 სხვა დაშავდა ტერორისტულ თავდასხმაში ქვეყნის ცენტრში კვირადილით. კოხავია ირის თემის მახლობლად. დავიმახსოვროთ, რომ კვირა სამუშაო დღეა აქ ისრაელში. ათასობით და ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ჯარისკაცები ბრუნდებიან ბაზაზე, ბავშვები ბრუნდებიან სკოლაში. იმის მიხედვით, რაც ამ ეტაპზე ვიცით, ერთი ტერორისტი მოკლეს. მეორე დააკავეს. როგორც ჩანს, ესენი იყვნენ ისრაელელი არაბები ისრაელის მოქალაქეობით. ისინი მოძრაობდნენ ყვითელი სანომრე ნიშნით. შეტევა 6 სხვადასხვა ფრონტზე მოხდა. და ალექს, როგორც მე ახლა მესმის, ამ საათისთვის ჯარისკაცები და დიდი რაოდენობის ისრაელის პოლიცია ჯერ კიდევ სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან. ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა და დარწმუნდნენ, რომ საფრთხე აღარ არსებობს. დიახ, როგორც ვთქვით, რამდენიმე სროლის შეტევა სავარაუდოდ იმავე ჯგუფის ან ტერორისტების მხრიდან.
სროლა დაიწყო ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი მძიმედ დაიჭრა, კიდევ ორი შემთხვევა იყო მანქანიდან სროლის, სადაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ და საშუალოდ დაშავდა. გარდაცვლილის გარდა კიდევ 5 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება. ალბათ სანამ ეს გადაცემა ეთერში გავა, მეტი დეტალი იქნება ცნობილი. ამასთანავე ერთ-ერთი ტერორისტი ადგილზე გაანეიტრალეს, მეორე დააკავეს. მაგრამ ჩრდილოეთში ამჟამად ხალხი ჩაკეტილ მდგომარეობაშია, რადგან გავრცელდა ინფორმაცია თემებში ტერორისტების შეღწევისა და მათზე მიმდინარე ნადირობის შესახებ. ასე რომ არსებობს შანსი, რომ ეს მხოლოდ ორი ტერორისტი არ იყოს და შესაძლოა მთელი ჯგუფი მოქმედებდეს, რომელიც როგორც ჩანს, რამდენიმე მომაკვდინებელ თავდასხმას ახორციელებს. ამ ეტაპზე რთულია მოვლენების თანმიმდევრობის გარკვევა, მაგრამ ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა შომრონში, სამარიაში, სალფიტის დასახლებაში, სადაც მორიგე მცველთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. შემდეგ ტერორისტები გაიქცნენ. არ ვიცი, ეს შემთხვევა ქფარი ავნეში მომხდარ სხვა სროლებამდე იყო თუ შემდეგ, მაგრამ ეს დადასტურებულია. და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთი დიდი თავდასხმის ნაწილია. დიახ, ჩვენ დიდი ხანია ესეთი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა, ესეთი სროლა არ გვინახავს, სულ მცირე რამდენიმე თვეა. ისე ჩანდა თითქოს შედარებით მშვიდ პერიოდში ვიყავით. მაგრამ ეს ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ზაოდობისა ტერორის კულტურაშია გაზრდილი და ამასთან ერთად იარაღის გავრცელებაც ხდება და აქ ხედავთ, რომ ძირითადად გამოყენებული იყო კარლოსის სტილის პისტოლეტ ტყვიამფრქვევები და ერთ-ერთი მათგანი ამ თავდასხმაში აღმოაჩინეს. როდესაც გაქვს იარაღი და როდესაც გაქვს ინდოქტრინაცია, მაშინაც კი თუ ორგანიზებული ბრძანება არ გაქვს, რომ გახვიდე და ტერაქტი ჩაიდინო, იცი, როცა ეს ინგრედიენტები უკვე მზად გაქვს, ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ბიჭების ჯგუფი იყოს, რომლებიც იტყვიან, დღეს ჩვენი ვალი უნდა შევასრულოთ და ტერაქტი ჩავატაროთ. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით გავიგოთ, იყო ეს ჰამასის მიერ აღებული პასუხისგებლობა თუ არა. და ჩვენ ვიცით, რომ ჰამას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა აქვს იუდეასა და სამარიაშიც, ისევე როგორც ღაზაში. იქნება ეს სხვა ტერორისტული ჯგუფი თუ არავინ, ვინც რეალურად აიღებს პასუხისგებლობას და უბრალოდ ამ რამდენიმე ტერორისტს მარტო დატოვებს. ეხლა ცხადია ვიმედოვნეთ, რომ ეს არ არის უფრო დიდი თავდასხმების ტალღის ნაწილი, მაგრამ გუშინ რამით, შაბათს, ისრაელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშ ეციონის ევრატის გზაჯვარედინზე შესაძლო ტერორისტული ავტომობილით თავდასხმა მოხდა. და გასული კვირის კვირა ღამით, მას შემდეგ რაც ჩვენი გადაცემა ჩავწერეთ, გუშ ეციონის გზაჯვარედინზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. მინიმუმ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია დაჭრის შემდეგ, ის ოპერაციაზე გადაიყვანეს. სინამდვილეში ამ თავდასხმას ძალიან ცოტა მედიის ყურადღება დაეთმო სიახლეებში, მხოლოდ 10-15 წამი. სამწუხაროდ ეს ჩვენი ამჟამინდელი რეალობის ბრალია. ჩვენ 7 სხვადასხვა ფრონტზე ომს ვებძვით. ყავს ლიბანი, რომელზეც მალე ვისაუბრებთ, ირანი, ღაზა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს. წარსულში თუ ასეთი თავდასხმა მოხდებოდა, ეს სიახლეებში 30 წუთის განმავლობაში იქნებოდა. რამდენიმე რეპორტაჟი იქნებოდა. ეს უბრალოდ მოკლე საინფორმაციო შეტყობინება იყო, თუ გნებავთ იმ რეალობის გამო, რომელშიც ცხოვრობთ, მაგრამ 17 წლის გოგონა არაბმა ტერორისტმა მანქანით გაიტანა. ასეა. ირონიულია, რომ დღეს ამჟამინდელ სიტუაციაში თუ პრეზიდენტი ტრამპი რამეს გამოაქვეყნებს Truth Social-ზე, ეს პოსტი ყველა საერთაშორისო სათაურში ხდება. როცა ივნისში ჯენინ სამარიაში მანქანა დაეჯახება 17 წლის გოგონას. ეს უკვე ამ ეტაპზე ნაკლებ ყურადღებას იპყრობს საინფორმაციო ციკლში. მაგრამ ვფიქრობ, თქვენ აქ მნიშვნელოვან საკითხს ატენეთ, რაც ისაა, რომ ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ტერორისტული ძალადობის ტალღა არ დაბრუნდება ჯენინგში, სამარიაში, იერუსალიმში და სხვა არაბულ ებრაულ შერეულ თემებში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ესენი იყვნენ არაბი ისრაელები, რომლებიც ყვითელი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდნენ, რაც ნიშნავს ისრაელის სანომრე ნიშნებს, განსხვავებით იუდეისა და სამარიის მცხოვრებლებისგან, რომლებსაც პალესტინის სანომრე ნიშნები აქვთ და პალესტინის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოდიან. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. და განსაკუთრებით მაშინ, თუ ხედავთ, რომ ღაზაში ფრონტი თითქოს ჩაცხიულია, ლიბანში ომიც შესაძლოა ჩაცხიულიყო. რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ეს პრობლემა, რომელიც არ მოგვარებულა და რომელიც ქვეყნის შიგნითაა, თქვენ ჯერ კიდევ ხავთ მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს, არ იზიარებს იმავე ხედვას ისრაელის სახელმწიფოსთვის. და ისინი ფაქტობრივად ეწინააღმდეგებიან ისრაელს როგორც ებრაულ სახელმწიფოს. და მათ, როგორც თქვი, აქვთ იარაღი. ისინი ინდოქტრინირებულნი არიან ტელევიზიით, სასწავლო წიგნებით, მაჰმუდ აბასის და სხვების საჯარო გამოსვლებით.
ამიტომ ნამდვილად ყოველთვის უნდა ღელავდე, რომ უსაფრთხოების ვითარება აქ შეიძლება გაუარესდეს. თუნდაც ისრაელის საზღვრებში. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა, პოლიციამ და სხვა ძალებმა ამ ტერორისტული თავდასხმების დაახლოებით 90% თუ არა მეტიც აღკვეთეს. და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღეს დილით ერთმა მაინც შეძლო განხორციელება. Herzwert Janus.org-ს, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმისა და ისრაელში მიმდინარე ყველა უახლესი ამბის გასაგებად. ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ლიბანი უნდა იყოს აშეთეში ირანის შეთანხმების ნაწილი. მისი თქმით, ეს ორი განუყოფელია. მოდით კიდევ ერთხელ ვისაუბროთ პილოტურ ზონებზე. იცით, წარსულში ამ ბოლო ომამდე ჩვენ გქონდა ბოლო ომი ისრაელსა და ლიბანს შორის 2006 წელს. და შემდეგ იყო გაეროს რეზოლუცია 1701. და ამ რეზოლუციამ გააგზავნა უნიფილი, გაეროს ძალები, სხვა ქვეყნებიდან, რათა ისინი ფაქტობრივად ყოფილიყვნენ გარანტორები იმისა, რომ ჰეზბოლა არ ჩამოვიდოდა იმ ტერიტორიაზე. ასე რომ იცით, ეს მარცხი იყო, რადგან ჰეზბოლა უბრალოდ ხელახლა აშენებდა თავის პოზიციებს სამხრეთ ლიბანში მათ თვალწინ. და რაც უნიფილი ძირითადად აკეთებდა, იყო ის, რომ ისინი ბლოკადას უწევდნენ ისრაელის თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში შესვლისას. ასე რომ, რასაც იმედოვნებთ, რაც აქ ხდება, ეს მხოლოდ იმედია, ხო ასე? ლიბანსა და ისრაელს შორის შეთანხმება ამბობს, რომ ისინი ერთად მუშაობენ, რათა შეინარჩუნონ მდგომარეობა და არ დაუშვან ჰეზბოლას ამ ტერიტორიაზე შემოსვლა. ეხლა კიდევ ერთხელ ბევრი კითხვა არსებობს იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ლიბანის არმია ამის გაკეთებას. მაგრამ თუ ეს არის შეთანხმება, სადაც ორივე მხარე ერთად მუშაობს, მაშინ ისრაელი შეძლებს უკან დაიხიოს და ლიბანის არმია შევიდეს. მაგრამ თუ სამხრეთ ლიბანში დაიწყება სროლები ჰეზბოლასა და ლიბანის არმიას შორის, მაშინ ისრაელის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ ამაში დახმარება გაუწიონ. ეხლა უფრო დიდი საფრთხე, როგორც თქვენ ამბობდით, არის ის, რა მოხდება თუ უბრალოდ ფორმებს გაცვლიან. და იმის ნაცვლად, რომ ეგრეთ წოდებული ლიბანის არმიამ ჰეზბოლას შეაჩეროს, უბრალოდ ხდება შეღწევა. და ჰეზბოლა რეალურად ხდება ლიბანის არმია სამხრეთ ლიბანში. და ისინი უბრალოდ შესაფერის მომენტს ელოდებიან. იქ სამხრეთ ლიბანში სერიოზული ბრძოლები არ იქნება, მაგრამ უბრალოდ დაინახავთ ნელ შეღწევასა და გაძლიერებას. კითხვა ის იქნება, რას გააკეთებს ისრაელი ასეთ სიტუაციაში? და რასაც ვითხოვდი, მიზეზი, რატომაც ცოტა იმედი მაქვს აქ, ის არის, რომ ჩანს თითქოს ისრაელის სამხედრო დოქტრინა შეიცვალა. აღარ არის ისეთ სიტუაცია, როცა ისრაელის სამხედროები სამხრეთ ლიბანში დიდ გაძლიერებას დაუშვებენ. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტაა გამოცხადებული, თუ ისრაელის თავდაცვის ძალები, რომლებიც ახლა ამ ტერიტორიას აკვირდებიან, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ადრე აკვირდებოდნენ. დაინახავს, რომ ჰეზბოლა იჭრება, დაინახავს, რომ ჰეზბოლა სამხრეთით ბრუნდება, ის მზად იქნება დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტა, შევიდეს და დარწმუნდეს, რომ ჰეზბოლა მის საზღვართან ახლოს საკრდენ პუნქტს არ ამყარებს. და ალექს, ირანის თემაზე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კომენტარები იყო ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის მხრიდან, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ უნდა ირანი მის ქვეყანას გაეცალოს. მოდი ვნახოთ ეს ჩანაწერი. ეს თქვენი ქვეყანა არ არის, ეს ჩვენი ქვეყანა. პანა. ეს ჩვენი ვალდებულება. თქვენი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ჩარევა. მე სულად უარყოფ ამ განცხადებას, რადგან ჩვენს ხალხს კლავენ, ჩვენს ხალხს, ჩვენს სახლებს ანადგურებენ, ისინი ლიბანს იყენებენ. როგორც ბერკეტს, სავაჭრო ბერკეტს. მათ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან. ეს მიუღებელია. და აქაც ჰეზბოლამ უნდა გაიგოს ეს. ჰეზბოლამ უნდა გაიგოს, რომ სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ დაჯდეს და ისაუბროს. სხვა გზა არ არსებობს ამ პრობლემის გადასაჭრელად და იმის გადასარჩენად, რაც დარჩა გარდა მოლაპარაკებისა და დიპლომატიისა. მინდა ვისაუბრო მის კომენტარებზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს სხვათა შორის, რომ ჰეზბოლა იყო პასუხისგებელი სიკვდილზე. თქვენ ახსენეთ გაეროს დროებითი ძალების თანამშრომელი დრონით განხორციელებული ერისში, რომელიც როგორც ჩანს, შეცდომით მოხდა სამხრეთ ლიბანში ამ კვირაში. მაგრამ რომ მიუბრუნდეთ პრეზიდენტის კომენტარებს, მინდა ვთქვა, რომ ისინი საკმაოდ ისტორიული ჩანს, ახლა ის რასაც ის ამბობდა. კარგი, თუ წაიკითხავთ სტრიქონებს შორის, მან ეს პირდაპირ არ თქვა, მაგრამ თითქმის პირდაპირ თქვა. არის ეს. ლიბანის პრეზიდენტი აონი ფაქტობრივად ამბობს, რომ ჩვენ გვირჩევნია ისრაელის გავლენა ლიბანში, ვიდრე ირანის გავლენა. ეს რომ ეს თავისთავად ისტორიული ცვლილებაა აღქმისა თუ პერსპექტივის. ლიბანი არ შემდგარი სახელმწიფოა. ირანმა ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვია და ირანის მიერ მისი პროქსი ჰეზბოლას მეშვეობით დესტაბილიზებული ქვეყნის მთავარი მაგალითი ლიბანია.
მაგრამ აიუნმა არ თქვა ის, რომ ჰეზბოლა უნდა აღმოვქვრათ. მან თქვა, რომ ჰეზბოლამ უნდა გაიგოს, რომ დიპლომატიაში ჩართო გჭირდება და რასაც გულისხმობს, ისრაელთან დიპლომატიას გულისხმობს. მან იქ ისრაელი არ უხსენებია, მაგრამ აშკარაა, რომ დიპლომატია სწორედ ისრაელთან ურთიერთობას გულისხმობს. ასე რომ ისევ გვაქვს სიტუაცია, სადაც ჰეზბოლა ეს ნამდვილად დასუსტებული ჰეზბოლა. მათ აღარ უდგას სათავეში ჰასან ნასრალა, რომელიც როგორც იცით, ძლიერი გენერალი იყო რეგიონში. ვინ იყო ადამიანი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საუბრობდა, როგორც ირანის მთავარ ფიგურაზე, ფაქტობრივად ირანელ გენერალზე, რომელიც ღიად ხელმძღვანელობდა თითქმის მთელ კამპანიას ისრაელის წინააღმდეგ. ეხლა ჰეზბოლას ხელმძღვანელობს ქასემ სოლეიმანი. ბევრად უფრო სუსტი, ასაკოვანი ლიდერი ჰეზბოლას აქვს. ასე რომ ნამდვილად გვაქვს დასუსტებული ჰეზბოლა, მაგრამ როდესაც ირანი საუბრობს ლიბანის წინაპირობად დაყენებით, მათი მთავარი მიზანია პირველ რიგში დაიცვან ჰეზბოლა კიდევ უფრო მეტად დასუსტებისგან, ხომ ასეა? რადგან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჰეზბოლა ფაქტობრივად კედელთან ყავთ მიმთხვდეული და სულ უფრო და უფრო აწვევიან კედელთან. ამიტომ ირანი ცდილობს გადაარჩინოს ჰეზბოლადან რაც შეიძლება მეტი, რაც კიდევ დარჩენილია. მეორეს მხრივ, რასაც არაღი ცდილობს, ის ამბობს, რომ თუ ისრაელი ბეირუთს დაარტყამს, ეს ომში დაბრუნება იქნება. ომი ან ირანში და ლიბანში ორივეგან შეწყდება, ან საერთოდ არ შეწყდება. ასე რომ ერთი მხრივ მიზანი ჰეზბოლას გადარჩენაა, მეორეს მხრივ კი მიზანია განხეთქილების შეტანა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, რათა პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელს მოსთხოვოს შეწყვიტოს დარტყმები ლიბანზე, ჰეზბოლას წინააღმდეგ, რადგან ტრამპს სურს ცეცხლის შეწყვეტა ირანთან. და მთავარი საკითხი, რაც აქ ნახეთ, არის ის, რომ ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ის არ არის ვალდებული დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა, ხომ ასეა? ანუ თქვენ მოლაპარაკებებს აწარმოებთ ლიბანთან, მაგრამ ის მხარე, ვისთანაც ომობთ, შეთანხმებას ხელს არ აწერს, ხომ ასეა? ასე რომ ჰეზბოლა ისევ თავისუფალია. ამ ავადმყოფურ სამკუთხედში ყველაფერი ასე მუშაობს. ირანი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, სანამ ისრაელი და ლიბანი ბრძოლაში არიან ჩართული. ჰეზბოლა ამბობს, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის მხარე არ ვართ. ასე რომ ირანი ჰეზბოლას, რომელსაც ისევ აკონტროლებს, ეუბნება: გააგრძელეთ დრონების გაშვება ისრაელის წინააღმდეგ. იცით, გააგრძელეთ სროლა მათ წინააღმდეგ, რადგან იცით, რომ ისრაელი sapasukho დარტყმას მიაყენებს. და ისრაელი ახლა მხოლოდ sapasukho დარტყმით არ შემოიპარგლება. ისრაელის სამხედრო დოქტრინა აღარ არის მხოლოდ თვალისთვის თვალი, კბილისთვის კბილი. როცა დრონები შემოდის, ისრაელის sapasukho დარტყმის პრინციპი ისაა, რომ ის 10-ჯერ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ჰეზბოლას ნებისმიერი ქმედება, ხომ ასე? და ეს რას იწვევს? ჰეზბოლა აგზავნის დრონებს, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალები ბევრად უფრო ძლიერად პასუხობენ. და ეს ქმნის ციკლს, სადაც ჰეზბოლა ისევ პასუხობს ცეცხლით. მერე რა? რასაც არაღი აკეთებს, ეს არის მცდელობა, რომ შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და კვლავ გამოიყენოს ჰეზბოლა ტერორისტულ პროქსად ამ პროცესის შესაძყვეტად. იმ იმედით, რომ საბოლოოდ ტრამპი გაბრაზდება ნეთანიაჰუზე, რაც ვნახეთ ბოლო ანგარიშებში, სადაც ტრამპმა, როგორც ბარაკ რავითმა გაავრცელა, სატელეფონო საუბარში უთხრა: ბიბი, შენ სულ გაგიჟდი, ხომ ასეა? აი ეს არის მთავარი აზრი აქ. ასე რომ ხედავთ ძალიან ჭკვიანურ ცდილობებს ირანის მხრიდან, რომ დაარღვიოს მთელი დიპლომატიური პროცესი. იმ გავრცელებულ საუბარზე ახლავე მიუბრუნდებით ამას. კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრი ნათქვამს იმეორებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აშშ-ში ისა და ისრაელის ურთიერთობა არასდროს ყოფილა უკეთესი. თქვენ ახსენეთ მედიასა და სხვების მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანონ ისრაელსა და აშშ-ს შორის. და ის გავრცელებული საუბარი კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვიცი ამ საუბრის ყველა დეტალი. ზოგი ნაწილი დადასტურდა, ზოგი უარყოფილი იყო. მაგრამ მოდით ვნახოთ ეს ვიდეო პრეზიდენტ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის საუბარზე. თქვენ გაბრაზებული იყავით მასზე. უთხარით, შენ სულ გაგიჟდი, რას აკეთებ საერთოდ? მე დაგეხმარე, რომ ციფრში არ მოხვედრილიყავი. ეს მართალია, ესე ესაუბრეთ მას. დიახ. ვერ ვითხოვდი, რომ გაბრაზებული ვიყავი. ცოტა შეწუხებული ვიყავი მისი. მუდმივად ლიბანთან ჩხუბობდა. იცი, ერთ მომენტში ვუთხარი, ბიბი, უნდა შერწყვიტოთ ეს. შენ უნდა შეწყვიტო. მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგად ვიმუშავეთ, ერთად კარგად გავართვით თავი. ის ყოველთვის ამბობს, რომ ამას ვერასდროს გავაკეთებდით, მაგრამ ყველა მიცის, რომ ამას შეერთებული შტატების გარეშე ვერასდროს გავაკეთებდით, მაგრამ მე და მან ძალიან კარგად ვიმუშავეთ ერთად. ბიბი ძალიან მომწონს და მასთან ძალიან კარგად ვიმუშავე.
ჩვენ ხონდა იცით, როცა ის მე საომარი დროის პრეზიდენტი ვარ, ხოლო ის საომარი დროის პრემიერ-მინისტრი. მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გავართვით თავი. ჩვენ ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ალექს აქ ბევრჯერ ვისაუბრია იმ ცდელობაზე, რომ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის განხეთქილება შეეტანათ. ვიცით თუ არა რა არის რეალური აქ, ანუ რა იყო რეალურად ნათქვამი. როგორც ჩანს, ეს იყო რამდენიმე საუბარი, მათ შორის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ვიცით თუ არა რა არის რეალური და რა არის ყალბი ამბავი აქ. კარგი, ანუ ვიცით რომ პრეზიდენტი იყენებს F სიტყვას, ხო ასეა. ეს არავისთვის სიურპრიზი არ არის. ანუ ჩვენ მას კამერების წინაც კი მოგისმენია როგორ იყენებს ამ სიტყვას. ასე რომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის ამ სიტყვას კამერების მიღმაც იყენებს. შენ აუცილებლად არიცი კონტექსტი, ხო ასე? არის კონტექსტი, სადაც ის ამას ამბობს, როცა იცი მეგობრები იყენებენ გინებას, როცა სერიოზულ საკითხებზე საუბრობენ. და მერე არის იცი ზემოდან საუბარი. და აქ ანგარიშში მინიშნება, რომ ეს იყო შეტევა, ამერიკული შეტევა ტრამპის ხელმძღვანელობით ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. შეიძლება ასე არ ყოფილიყო. ასევე თუ ნახავ ვიდეოს, იცი ტრამპი თითქოს მიანიშნებს, რომ შეიძლება ეს თქვა, მაგრამ იცი არც უარყო, მაგრამ ზუსტადაც არ თქვა, არ უთქვამს. დიახ, ეს თქვი. და ეს არის მიზეზი, რატომაც თქვი. ნამდვილად არ უარყო, რომ ეს თქვა. ის თითქოს ამ კომენტარს თავი არიდა. ფიქრობ, თავი კითხვა ისაა, იცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს, ხო ასეა? საქმე არ ეხება იმდენად იმას, თუ რა იყო საუბრის პირობები. და მე მსმენია პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი რანგის მრჩევლებისგან, იცი, ისრაელიდან, რომ ამაზე საუბრობდნენ, რომ ყველაფერი შეიძლება ითქვას დახურულ კარს მიღმა. და წლების განმავლობაში ბევრი რამ თქულა დახურულ კარს მიღმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს შორის. ამ დროის უმეტეს ნაწილში პრემიერ-მინისტრი იყო ნეთანიაჰუ. საქმე იმაშია, რომ რა ხდება კამერების წინ, ხომ ასეა? ისრაელის მტრებმა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრებმა უნდა დაინახონ, რომ როცა კამერები ჩართულია ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არავითარი განხეთქილება არ არის. მოიცადე ამაზე ფიქრი, რადგან მოდი ვნახოთ ეს ვიდეო, რომელიც ჩემი აზრით სწორედ ამას ამტკიცებს. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მან თქვა, შენ გიჟი ხარ. როგორ რეაგირება მოახდინეთ ამაზე, რა მოხდა სინამდვილეში იმ ზარზე? კარგი, მე არ შევალ ჩვენი საუბრების დეტალებში, ჩვენ ათასობით, ანუ ძალიან ბევრი ასეთი საუბარი ქონია. და თუ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისია, სხვა საუბრებში უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ყოველთვის პოულობდით გამოსავალს. ჩვენ ძალიან ბევრი შეთანხმება გვაქვს. მთავარ საკითხებზე ვთანხმდებით. გვინდა რომ ირანის ბირთვული პროგრამა დასრულდეს. გვინდა დავწმუნდეთ, რომ ირანი საფრთხეს არ უქმნის ისრაელს, ახლო აღმოსავლეთს, ამერიკას, რომ ის არ განავითარებს ბირთვული იარაღს და მის გადატანის საშუალებას არა მხოლოდ ისრაელსა და ევროპის ყველა დედაქალაქში, არამედ შეერთებული შტატების ყველა ქალაქშიც. ეს ჩვენი საერთო მიზანია. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. ზოგჯერ, როგორც საუკეთესო ოჯახებში, ჩვენ გვაქვს ტაქტიკური უთანხმოებები, მაგრამ ყოველთვის პოულობთ გზას, რომ ისინი მოვაგვაროთ. ეს ურთიერთობა შესანიშნავი იყო, რადგან ისრაელს თეთრ სახლში ასეთი დიდი მეგობარი არასდროს ყოლია როგორც მას. და ის პატივს ვცემს მეც ვცემ მას პატივს. ჩვენ ყოველთვის პოულობთ გზას, რომ ჩვენი განსხვავებები მოვაგვაროთ. აი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა. და ამ კვირაში პრეზიდენტი ტრამპი New York Post-თან ინტერვიუში ამბობს, ციტირებ: ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობდით. ბიბი ძალიან მომწონს და მასთან ძალიან კარგად მუშაობ. ფიქრობ, ეს აშკარაა, ეს მართალია. ეს არ ნიშნავს, რომ უთანხმოებები არ არსებობს. არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმებები და უთანხმოებები ისრაელსა და ტრამპს შორის, მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა ოფისში ახლო აღმოსავლეთის საკითხზე. და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ყატართან, ერდოღანთან თურქეთში, ალ-შარასთან სირიაში. იცით, გაგრძელებდნენ თუ არა ისრაელი და შეერთებული შტატები წინსვლას 12-დღიანი ომის დროს, ან გაგრძელებდნენ თუ არა ისრაელი და შეერთებული შტატები წინსვლას ამ 6-კვირიანი ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს. აქ ბევრი ტაქტიკური განსხვავება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორი ერთ აზრზე არ არიან. ვფიქრობ, ისინი ერთ აზრზე არიან, მაშინაც კი როცა უთანხმოებაა. ვფიქრობ, იყო შემთხვევები, როცა ტრამპს მოუწია დათმობა, რადგან ნეთანიაჰუ თითქოს მართავდა პროცესს და გარკვეული ნაბიჯები გადადგა. იცით, იქნება ეს ღაზაში თუ ლიბანში. და იყო შემთხვევები, როცა იცით ისრაელს მოუწია უკან დახევა როგორც უმცროს პარტნიორს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორი მოკავშირეები არ არიან, რომლებიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. აქ თავარი კითხვა ეხება გაჟონვას და ეს ძალიან სერიოზულია. ვინ აჟონვებს ამ ინფორმაციას მედიაში?
იცით, ისინი იყენებენ ბარაკ რავიდს, რომელიც ძალიან მზადაა და შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გაჟონილი ინფორმაცია. იცით, მე მჯერა რომ ბარაკ რავიდს ყავდა ვიღაცა, ვინც უთხრა რა ითქვა ამ ზარის დროს. კი, სწორია. ეს არ ნიშნავს, რომ ზარის დროს ეს ითქვა. და ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს იყო ზარის კონტექსტი. ეს მხოლოდ ჩარჩოა, ხომ ასეა? ჩვენ ხედავთ, იცით, მედიაში ხანდახან იღებ ფოტოს და ფოტო პატარა ყუთივით ჩანს, მაგრამ ვერ ხედავ რა ხდება ყუთის გარეთ. ასე რომ შეიძლება ყოფილიყო ზარი, რომელიც 2 საათს გაგრძელდა და ამ ზარის განმავლობაში ბევრი შეთანხმება იყო იმაზე, რაც აქამდე მოხდა და იმაზე, რაც შემდეგ მოხდება. შეიძლება იმ ზარში იყო მომენტი, როცა ტრამპმა თქვა, იცი, შენ სულელურად იქცევი. ან იქნება ასე თქვა. ბიბი, ძმაო, შენ სულელურად იქცევი, ხომ ასე? იცი, ასე რომ არ იცი რა კონტექსტში იყო ეს სიტყვები ნათქვამი, მაგრამ ცხადია მთელი ამ გაჟონვის მიზანი ისაა, რომ შეიქმნა სიტუაცია, სადაც როგორც ტრამპი, ისე ნეთანიაჰუ ეხლა თავდაცვაზე არიან და ამის გამო ღელავენ. გულისხმობ იმას, რომ იმათ შორის, ვინც ამ გაჟონვებს წერს, იმედი აქვთ, რომ ერთ-ერთი მათგანი რეალურად გაბრაზდება მეორეზე. აქ ხედავ, რომ იარაღები გაქვს, F-25-ები გაქვს, ბალისტიკური რაკეტები გაქვს, მაგრამ ეს ამბები ბომბებია. იცი, ამ ომში Truth Social-ის პოსტები ბომბებია. პოსტებზე და ამბებზე რეაქციებიც ბომბებია. და იმედოვნებენ, რომ ისე მაგალითად ნეთანიაჰუს რეაქცია იმაზე, რომ თითქოს ტრამპმა რაღაცა თქვა სატელეფონო საუბარში, იწვევს მეტ გაბრაზებას მეორე მხარეს და პირიქითაც. დავჭერთ გაჟონვის თემას, რადგან კიდევ ერთი გაჟონვა გვაქვს თითქოს. ASHS-ის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance-ია თითქოს, როგორც თქვი, მოსადის გეგმას თურქეთს აჟონებს. იყო ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოსადმა შეიმუშავა გეგმა ირანის რეჟიმის დასასუსტებლად ქურთული ძალების გააქტიურებით. მაგრამ ეს ინიციატივა ASHS-ის პრეზიდენტმა ტრამპმა დაბლოკა ამ თითქოს გაჟონვის შემდეგ. და ამბობენ, რომ ეს იყო JD Vance, ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც თურქეთს გადასცა. რას ვიცით ამის შესახებ? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის გაჟონვა ანონიმური წყაროებით, ასე რომ ამას სიტყვაზე ვერ დაიჯერებ. ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ამ ომზე სტატიების წაკითხვისას არის შემდეგი. თუ ის ციტირებს ანონიმურ მაღალჩინოსან წყაროებს შეერთებულ შტატებში ან ისრაელში, ეს შეიძლება მომხდარიყო ან არ მომხდარიყო. არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც კითხულობ. ამავე დროს არსებობს ნიშნები, რომ არსებობდა გეგმები სამხედრო კამპანიისთვის. შესაძლოა ქურთების მხრიდან ერაყში, რომ შეიარაღებულად შესულიყვნენ ირანში. იყო ესეთი ბუნდოვანი განცხადებები ტრამპისგან ამდენიმე კვირის წინ, როცა მან თქვა, რომ ჩვენ მართლაც მივეცით იარაღი ერთ ჯგუფს და ისინი უნდა შეეტანათ ირანში. მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეენარჩუნებინათ. და ტრამპი ამბობდა დაახლოებით ასე. ნახეთ რა ლამაზი იარაღი მაქვს. იქნებ მე შევინარჩუნო ეს იარაღი, ხომ ასეა? ასე რომ ზუსტად არ იცი რა კონკრეტული დეტალები აქვს. რაც ვიცით არის ის, რომ შეერთებულ შტატებისთვის თავარი იყო ბირთვული. ისინი დარწმუნებულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ირანს აღარ ექნებოდა ბირთვული პროგრამა. ამიტომ დაბომბეს ყველა ბირთვული ობიექტი. ამიტომაც პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს საუბარს, ასე ვთქვათ, ბირთვულ მტვერზე, მაღალგამდიდრებულ ურანზე. რა თქმა უნდა, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს სურდათ გაენადგურებინათ ბევრი ბალისტიკური რაკეტის ობიექტი. მათი შესაძლებლობა მეტი ბალისტიკური რაკეტის წარმოებისთვის, მათი შესაძლებლობა ბალისტიკური რაკეტების გაშვებისათვის. მაგრამ ისრაელისთვის, რაც თქვენ ნახეთ, იყო ის, რომ პირველივე დღიდან ისინი რეჟიმის შეცვლაზე ფიქრობდნენ. და სწორედ ამიტომ გაანადგურეს უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი პირველივე დღეს, ომის პირველივე დარტყმით. და თქვენ გსმენიათ მოსადის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ბარნეას საუბარი იმაზე, თუ როგორ აქვს მოსადს სხვადასხვა მეთოდები ამ რეჟიმის დასუსტებისა და ჩამოშლისთვის. მაგრამ შეერთებული შტატები ყოველთვის თავს იკავებდა იმის თქმისგან, რომ რეჟიმის შეცვლა იყო მიზანი. მათი მიზანი მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს გამოყენებული აქვს ტერმინი რეჟიმის შეცვლა, თქვა, რომ თქვენ უკვე გქონდათ რეჟიმის შეცვლა. მახსოვს გახსნის სიტყვა, სადაც დონალდ ტრამპი ამბობს, იცით ირანის ხალხო, თქვენი თავისუფლების საათი დადგა. იცით, ჩვენ მოვედით, რომ თქვენი ქვეყანა დავიპყროთ, ხომ ასეა? ასე რომ ჩანდა, რომ დონალდ ტრამპიც ირანის ხალხს აძლევდა ტონს, იმპულსს, რომ დაბრუნებულიყვნენ და აიათოლებისგან თავიანთი ქვეყანა დაებრუნებინათ. ესე რომ კითხვა ესეთია, როგორ აკეთებ ამას? რა თქმა უნდა ირანის რევოლუციური გვარდიის შეიარაღებული ძალები იარაღითვე დაამარცხო. შეუძლია თუ არა ირანის ოპოზიციას ამის გაკეთება?
იარარის გარეშე არა. იცით, იყო იდეა, რომ იქნებ ერაყელი ქურთები შემოსულიყვნენ, იქნებ აზერები შემოსულიყვნენ, იქნებ ის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია აშშ-ის ტერორისტების სიაშია, MEK, იქნებოდა გამოყენებული. როგორც იცით, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია, რომ შიგნიდან შეასუსტონ და დაარტყან ირანის რევოლუციურ გვარდიას. ეხლა ამ გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით JD Vance ერდოღანს შეხვდა და უთხრა მას ერაყელი ქურთების შემოსლის გეგმაზე. შემდეგ ერდოღანი ტელეფონზე დაუკავშირდა ტრამპს, გააფრთხილა, რომ ეს შეიძლება მის ქვეყანას დესტაბილიზაცია მოუტანოს და უთხრა, რომ ეს არ იყოს სწორი გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად. და სწორედ მაშინ ტრამპმა ეს გააუქმა. ასე წერია ანგარიში. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვიცით, ყველა ეს დეტალი მართალიათა თუ არა. აქ ცდილობენ მიანიშნონ, რომ იცით, JD Vance ერთ აზრზე არ არის ნეთანიაჰუსთან. და ყოველთვის იყო შიში, რომ ამ ადმინისტრაციაში, იცით, ერთი მხარეს არიან ტრამპი, რუბიო, ჰექსეთი, მეორე მხარეს კი JD Vance. იცით, Vance თავიდანვე ომის წინააღმდეგია და არ აპირებს ნეთანიაჰუს მისცეს ის სრული გამარჯვება, რაც მას სურს. აქაც ხედავთ განსხვავებას ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის მოსაზრებებში. რადგან ნეთანიაჰუ ერდოღანს მიიჩნევს დესტაბილიზაციის წყაროდ ახლო აღმოსავლეთში და საფრთხედ ისრაელისთვის. ტრამპი კი მიანიშნებს, რომ ერდოღანი შეერთებული შტატების მოკავშირეა. ასე რომ ეს ნამდვილად განსხვავებული მოსაზრებაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს გაჟონილი ინფორმაცია უბრალოდ ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ორ ადმინისტრაციას შორის. მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად მოგვიწევს ყურადღება მივაქციოთ მომავალს. თუ JD Vance გადაწყვეტს იყაროს კენჭი პრეზიდენტად 2 წელიწადში, 2028 წელს, მისი პოზიციების გათვალისწინებით ისრაელთან მიმართებაში. ასე რომ ეს საკითხი გაგრძელდება. მაგრამ მინდა ვისაუბრო ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. რა ხდება ახლა აშშ-ს, ისრაელს და ირანში? პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს შეამციროს მნიშვნელობა იმ დაძაბულობის, რასაც რეგიონში ვხედავთ. 2 ივნის გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ს ძალებმა გააუნებელყოს ხომალდი, რომელიც ცდილობდა გაერღვია ირანის ბლოკადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო დაწესებული. მეორე დღეს 3 ივნის ირანმა გაუშვა რაკეტები და დრონები ქუვეითისა და ბარეინის მიმართულებით. პრეზიდენტი ამ ინციდენტების მნიშვნელებს პირველ რიგში შეერთებული შტატებისთვის მთავარი პრიორიტეტია ჰორმუზის სრუტის გახსნა, ხომ ასე? იცით, სანამ სხვა ქვეყნების ყატარის, ბარეინის, ემირატების გემები ვერ გადაადგილდებიან თავისუფლად ჰორმუზის სრუტეებში, ანუ, იცით, ტრამპს ბლოკადის წინააღმდეგ ბლოკადა აქვს დაკატესებული. აქ ხედავთ ირანულ გემს და ირანულ გემებს შეძლეს სრუტეებიდან თავის დაღწევა იმ მარშრუტით, რომელიც ირანის კონტროლქვეშ მყოფ კუნძულებს შორის გადის. ეს არ არის თავარი გზა, უფრო გვერდითი გასასვლელია. ასე რომ, რამდენიმე გემის შეყვანა-გამოყვანა შეუძლიათ. ამიტომ შეერთებული შტატების მიერ ამ გემებიდან ერთის გაუნებელყოფა გარკვეულწილად ესკალაცია. მაგრამ შემდეგ ნახეთ, რომ ირანმა უპასუხა მასიური ესკალაციით. დრონები გაგზავნა ქუვეითში, საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც დრონი ქუვეითის აეროპორტის მთავარ ტერმინალს დაეჯახა. იყო მნიშვნელოვანი ზიანი, ამ თავდასხმაში სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ესე იგი, მასიური, ძალიან მასიური ესკალაცია, თუმცა ტრამპი ცდილობს ეს ყველაფერი შეამციროს და დააკნინოს. და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ტრამპს სურს სამხედრო კონფლიქტიდან გამოსვლა. რადგან სწორედ ამ ქუვეითზე თავდასხმით აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში. და კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, როგორც თქვენ ახსენეთ, ბარეინზე. ორივე ამ ქვეყანაში, როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების ობიექტები, ბაზები და ავიაბაზები მდებარეობს. ტრამპს, როგორც იცით, იქ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თითქმის სრულმასშტაბიან ომში დაბრუნებულიყო, ან კიდევ ერთი ესკალაცია გამოეწვია. და აქ ის ცდილობს ესკალაცია ნაკლებად სერიოზულად წარმოაჩინოს. ამავე დროს ტრამპი ვფიქრობ რეალურად აცნობიერებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, როცა ის საუბრობს, რა არის ან რა არ არის ცეცხლის შეწყვეტა. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. იცით, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. და ჩვენ საკმაოდ ძლიერად დავარტყით მათ წინაღამეს და სინამდვილეში გუშინაც. ჩვენ ძალიან სწრაფად ჩავახშეთ ეს, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალა. ვიტყოდი, რომ ამ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უფრო ზომიერად ისვრი. პრეზიდენტი ამაში აბსოლუტურად მართალია, ამას უკვე იმდენჯერ ვამბობდით. ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მაინც სროლაა. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში კიდევ 2 ჯარისკაცი მოკლეს.
და ირანთან დაკავშირებითაც ვამბობ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ირანი თავს ესხმის ქუვეითს, ბარეინს და ცდილობს პრობლემის შექმნას ჰორმუზის სრუტეში. იცით, გარკვეულწილად ეს კარგია ისრაელისთვის, რომ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა ამ მეთოდით განსაზღვრა. იცით და შემდეგ იცით, ის აღიარებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტის დროს ისროლა. რადგან ეს ფაქტობრივად ისრაელს აძლევს უფლებას ცეცხლის შეწყვეტის დროს ისროლოს. და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუსა და იმ დროს სტრატეგიულ საკითხთა მინისტრ რონ დერმერსა და შეერთებულ შტატებს შორის. რაც გულისხმობდა იმას, რომ კარგი, ჩვენ დავთანხმდებით ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ თუ სიტუაცია ისე განვითარდება, რომ ჰეზბოლა ან სხვა ტერორისტები ისრაელის პოზიციებს ემუქრებიან, ან თუ ისინი მართლაც ესფრიან ისრაელს, ისრაელი უპასუხებს. და იგივე ხდება აქაც შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. ასე რომ, იცით, დონალდ ტრამპს ეკითხებიან, რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა. ის აღიარებს, რომ სრული ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს. ანუ თვით ისლამურ განმარტებაშიც კი მათ არ აქვთ ეს სიტყვა, ცეცხლის შეწყვეტა. მათ აქვთ სიტყვა ჰუდნა, რაც ნიშნავს დროებით ცეცხლის შეწყვეტას კონკრეტული მიზნისთვის. რომ გაძლიერდე და მოიკრიბო ძალები მეორე მხარეს, სანამ ისევ არ მოგინდება შეტევა. აი ეს არის სიტყვა ჰუდნა, რომელიც ითარგმნება როგორც ცეცხლის შეწყვეტა. და სწორედ ამას ნიშნავს ის ისლამურ კულტურაში. მართალია, ტრამპს თავისი მიზეზები აქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, მაგრამ ამის გაგება ძირითადად ნიშნავს, რომ უფრო ზომიერად ისვრი. არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანი ისრაელისთვის? ამან ასევე შეცვალა ცეცხლის შეწყვეტის განსაზღვრება და ის კვლავ აგრძელებს დარტყმებს, მაშინაც კი, როცა ასე ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია. ამავე დროს პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება დასრულდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპებიან, როგორც აქაური ოფიციალური პირები აცხადებენ. ასე რომ ისევ ერთი მხრივ ცეცხლის შეწყვეტა, მეორე მხრივ კი ის მზადაა ომში დაბრუნდეს. ხოდა, ეს ასევე მიუთითებს, თუ რამდენად მკეიფეა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან თუ აღიარებ, რომ ორივე მხარე ცეცხლს ცვლის, მაშინ თითოეული მხარე სინამდვილეში ამოწმებს, განსაკუთრებით მოწინააღმდეგის მხარე. ირანი და ჰეზბოლა ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, სანამ ობებში, სანამ მასშტაბურ შეტევაზე გადავიდოდნენ. და ეს არის ის თამაში, რომელსაც ირანი და ჰეზბოლა თამაშობენ. ისინი ცდილობენ შეარწყვინონ შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამიტომ ისინი ოდნავ ესხმიან თავს, შემდეგ პრეზიდენტი პასუხობს, რადგან ასე უნდა მოიქცეს, მაგრამ შემდეგ ამცირებს ამ ფაქტის მნიშვნელობას. ისინი ფაქტობრივად მაქსიმალურად აჭიანურებენ პრეზიდენტის რეაგირებას. მაგრამ რაც ხდება ისა, რომ როცა ორივე მხარე ერთმანეთს უტევს, რაღაც მომენტში სავარაუდოდ ზიანი ძალიან დიდი იქნება და თავდასხმა ცოტა ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდება. ასე რომ საბოლოოდ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გაქვს საქმე, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე დიდი სამხედრო ძალა აქვს, ამ თამაშში ხარ, ცდილობ გაარკვიო, რა დონეზეა მოთმინების ზღვარი კონკრეტულ მომენტში. იცი, ხუმრობა ცოტა ზედმეტად შორს მიდის და იცი, ყველაფერი სახალისოა მანამ, სანამ ვინმეს თვალი არ დაუზიანდება. მართალია. იცი და როცა ამერიკელი ჯარისკაცი იღუპება, ან იცი, როცა რაღაც ხდება, რასაც პრეზიდენტი უბრალოდ ვერ დაიგნორებს, ფაქტობრივად კონფლიქტის სრულ მასშტაბიან დაბრუნებას იწვა. და სწორედ აქ აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადამწყვეტი უპირატესობა, რადგან ირანს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ისინი რაც ნახეთ ამ 6 კვირის განმავლობაში იყო ის, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანი გაანადგურეს. აბსოლუტურად გაანადგურეს ისინი. იცით, იცით, ეს თითქმის სრული ნოკაუტი იყო, მაგრამ ისინი რაუნდიდან რაუნდამდე იმარჯვებდნენ ბრძოლაში. ეს სწორედ ამ ზავისა და მოლაპარაკებების პერიოდშია, როცა იცით, ირანი თითქოს ისევ იბრუნებს პოზიციებს. და ასევე იცით, ტესტირებაც იმისთვის, რომ შეეცადონ, შეარწყვინონ ან როგორმე დაამარცხებულად გამოაცხადონ შეერთებული შტატები. მაგრამ ეს სახიფათო თამაშია და შეიძლება დაინახოთ, რომ პენდულუმი ისევ ამერიკისა და ისრაელის სასარგებლოდ გადაიხრება, თუ სამხედრო კონფლიქტს დაუბრუნდებიან. ამავე დროს, როგორც პრეზიდენტი ამბობს, თუ ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდება, შეიძლება ომს დაუბრუნდნენ. პრეზიდენტი ასევე ხსნის, რატომ არ ჩქარობს თეირანი რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევას. გვაქვს ეს ჩანაწერი. რატომ არ დადეს მათ თქვენთან შეთანხმება? იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან რთულია. მათ დიდი დამოუკიდებლობა ჰქონდათ. მათ ჰქონდათ საქმე ძალიან სუსტ და არაეფექტურ ლიდერობასთან შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მხრიდან. გულწრფელად რომ ვთქვათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაუჟიალად ემოქმედათ, ისინი ამაყები არიან. არის რაღაცები, რასაც ისინი არასდროს ფიქრობდნენ რომ გააკეთებდნენ, მაგრამ ეხლა მოუწევთ ამის გაკეთება. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. და ამას ცოტა დრო სჭირდება. იცით, თქვენ საუბრობთ 47 წელზე, როცა მათ შეეძლოთ ყველაფერი რაც უნდათ დაუსჯელად გაეკეთებინათ. მინდა ვთქვა, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო.
მაგრამ პრეზიდენტი არ ჩანს რომ ჩქარობს. ის მშვიდად გამოიყურება. შეთანხმება მაშინ მოხდება, როცა მოხდება. უკვე 47 წელია. ფიქრობ, შეთანხმება მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა მოხდება. ან შეიძლება სამხედრო დარტყმებიც დაბრუნდეს, როცა მოხდება. ამჟამად ჩანს, რომ ტრამპს უნდა ნავთობის ფასები დაეწიოს. ტრამპს უნდა რომ კონგრესმა იცით თავი დაანებოს მას. შესაძლოა ტრამპს უნდა შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიოს. მაგრამ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, იცით ტრამპს ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ყველა სამხედრო რესურსი აქვს და შეიძლება მზად იყოს მოქმედებისთვის. მე მჯერა რომ საბოლოოდ ტრამპს ირანი არ დაამარცხებს. ასე რომ თქვენ ნამდვილად იმყოფებით სიმშვიდის პერიოდში, სადაც ბევრი ხმაურია. ბევრი ინტერვიუ ტარდება. ბევრი პოსტია X-ზე და Truth Social-ზე, რომლებიც მიანიშნებს, რომ შესაძლოა ირანი თამაშობს ორმაგ თამაშს და ისინი ნამდვილად ასე იქცევიან. როგორც ხედავთ, ტრამპიც მანევრირებს აქ. და ისინი ცდილობენ ერთმანეთი გადაასრონ დიპლომატიაში, საჯარო განცხადებებში და ამავე დროს ამოწმებენ, რამდენი მოთმინება აქვს თითოეულ მხარეს სამხედრო თვალსაზრისით. ალექს, შაბათ-კვირას Axios-ის მეშვეობით გავიგეთ, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და მისი სიძე, რა თქმა უნდა, ჯერედ ქუშნერი ეწვივნენ ტენესის შტატს, რათა კონსულტაცია გაელოთ ბირთვულ ექსპერტებთან Oak Ridge-ის ეროვნულ ლაბორატორიაში. რას ვფიქრობთ ამ ვიზიტზე? რამდენად მნიშვნელოვანია ეს? ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ეს ნიშანია იმისა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და შეთანხმებისკენ მივდივართ. კი, ანუ აქ ციტატაც გაქვს, ანგარიში წერია, რომ Oak Ridge-ში ეს შეხვედრა არ ნიშნავს, რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება, მაგრამ ეს ნიშანია იმისა, რომ მოლაპარაკებები ძალიან სერიოზულ ფაზაშია და კარგი შანსია, რომ შეთანხმება შედგეს. და ჩვენ გვინდა მზად ვიყოთ. ასე რომ, თუ ბირთვულ ექსპერტებთან შეხვედრას მართავ, ჩემთვის ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკითხი, რომელზეც ექსპერტებთან საუბარს ცდილობენ, არის მაღალგამდიდრებული ურანი. ან დონალდ ტრამპს უნდა რომ, როგორც თვითონ უწოდებს, ბირთვული მტვერი, ანუ მაღალგამდიდრებული ურანი, ირანიდან გაიტანოს. ესენი არის გაზები კონტეინერებში, რომლებიც ღრმად მიწისქვეშაა დამარხული ფორდოს, ისფაჰანისა და ნატანზის ქვეშ. ისინი ამ მასალის ქვეყნიდან გატანას ითხოვენ. ამის გაკეთება მარტივი არ არის. საჭიროა მრავალი უსაფრთხოების ზომის მიღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ არავინ იქნება საფრთხის ქვეშ ამ მაღალგამდიდრებული ურანის გამო. ეს არის გაზი, რომელიც უნდა გადაიტანონ. შესაძლოა მისი გაყინვა მყარ მდგომარეობაში გახდეს საჭირო, ხომ ასეა? ის შეიძლება არსებობდეს გაზის სახით, შეიძლება იყოს სითხის სახით, შეიძლება იყოს მყარი. იცით, მე ამ საკითხში ექსპერტი არ ვარ. და როგორც ჩანს, ვიტკოფი და ქუშნერი არც ისინი არიან ექსპერტები. და სწორედ ამიტომ წავიდნენ ისინი Ridge-ში, Tennessee-ში კონსულტაციისთვის, რადგან სურთ მოლაპარაკება ამ მაღალგამდიდრებული ურანის გატანაზე. და როგორც უკვე ვთქვით, ამის მიღების ორი გზა არსებობს. შეგიძლიათ მიიღოთ ეს პირდაპირ გზით, რადგან ირანელები ან თავად აწვდიან მას, ან ხელს უწყობენ მის მიწოდებას. იცით, მიწისქვეშა გზით ამ ობიექტებში, რათა უსაფრთხოდ იქნას ამოღებული. ან შეიძლება იყოს სპეციალური ძალების ოპერაცია, სადაც იცით, ათასობით ჯარისკაცს შემოიყვანენ ალბათ, რომ ალყაში მოაქციონ და დაიცვან. ტერიტორიის გარშემო პერიმეტრს ქმნიან, სანამ ექსპერტები შიგნით შევლენ და სწრაფად ეცდებიან ამ ბირთვული მტვრის ამოღებას. თუ ვიტკოფი და ქუშნერი მიდიან, ეს უფრო მიანიშნებს მოლაპარაკების გზაზე, რომ ირანელები დათანხმდნენ ამერიკას. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ჩინელებმა ერთადერთმა სხვა ქვეყანამ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, შევიდნენ და აიღონ ის მაღალგამდიდრებული ურანი, იცით, რაღაც მშვიდობიანი შეთანხმების ფარგლებში. ესე რომ მე ვფიქრობ, ვიტკოფი და ქუშნერი ამაზე ესაუბრებიან მათ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაღალგამდიდრებული ურანის გატანასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებები შეთანხმდება ან ხელმოწერილი იქნება. არამედ იმას, რომ ეს არის პირობები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს ორივე მხარეს შორის. ალექს, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც მიუთითებდა, რომ ისრაელის ჯარები ერაღის სიღრმეში მოქმედებდნენ ირანის წინააღმდეგ ომის დროს. და ახლა გვეუბნებიან, რომ ოპერაცია მბრდვინავი ლომის დროს ისრაელმა აზერბაიჯანში კომანდოსები და სადაზვერო დანაყოფები განათავსა. ეს არის საიდუმლო აპარატის ნაწილი მთელ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ოპერაციების განხორციელებას უწყობს ხელს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია. მეც სკეპტიკურად უდგები ამას, მაგრამ ეს არის ის, რასაც ვისმენთ. მაგრამ ჩვენ გქონდათ ცნობები, რომ ისრაელს ერაყში საიდუმლო ბაზები ჰქონდა შექმნილი. გქონდათ ცნობები, რომ ისრაელს სამხრეთ აზერბაიჯანში რამდენიმე ობიექტი აქვს შექმნილი. ეხლა აზერბაიჯანი ისრაელის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
ხშირად მიიჩნეოდა, იცით, ამ მომამდე ბევრად ადრე, რომ ისრაელს შეეძლო აზერბაიჯანში არსებული ავიაბაზების გამოყენება დასაჯდომად და დართმევისთვის, რადგან იცით, ისრაელს დასჭირდებოდა საწვავის შევსება. ეხლა ცხადია, შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო საწვავის შევსების ყველა საჭირო შესაძლებლობა KC-46-ის საწვავის შევსების თვითმფრინავებით. მაგრამ ძალიან ნათელია, რომ ისრაელი ანთავსებდა რესურსებს თელ ახლო აღმოსავლეთში. იცით, იქნება ეს სადაზვერო მიზნებისთვის, იქნება ეს პოტენციური ავიაბაზების სახით, იმ შემთხვევაში თუ თვითმფრინავს გადაუდებელი დაშვება დასჭირდებოდა. სადმე, ან იქნებოდა ეს ლოგისტიკა აღჭურვილობის შესაძლო მიწოდებისთვის, ან სამაშველო ოპერაციებისთვის. თუ საჭირო გახდებოდა ირანში მოქმედება, მათ ახლოს ჰყავდათ განთავსებული ძალები. ბოლო საკითხი ამ კვირაში, ალექს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 4 შაბათს დაამტკიცა ომის უფლებამოსილების რეზოლუცია, რომელიც შეაჩერებდა აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად. რადგან რამდენიმე რესპუბლიკელი დემოკრატებს შეუერთდა, რათა დასრულებულიყო სამთვიანი კონფლიქტი აშშ-ისა და ირანელებს შორის. ეხლა როგორც მე მესმის, ეს უფრო სიმბოლურია, რადგან ეს ჯერ კიდევ უნდა გადავიდეს სენატში თუ არ ცდები. და პრეზიდენტს გარკვეულწილად შეუძლია უგულებელყოს ეს და გააგრძელოს მოქმედება ირანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია? ეს ნიშნავს იმას, რომ რესპუბლიკელებიც კი უკმაყოფილონი არიან ომის მიმდინარეობით. თუ ეს უბრალოდ სიმბოლური ნაბიჯია. კარგი, ვფიქრობ, ეს მიუთითებს იმ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე, რომელიც ტრამპს აქვს ამ ომთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, ტრამპი, იცით, ის წინასაარჩევნო კამპანიაში დაპირდა ხალხს, რომ აღარ იქნებოდა უსასრულო ომები ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ გვახსოვს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ, მეორე ბუშის ადმინისტრაციამ ისრაელი დიდი ხნით ჩააბა ერაყსა და ავღანეთში. რასაც ტრამპი ცდილობს მიანიშნოს არის ის, რომ ეს იყო ოპერაცია. ეს იყო, იცით, 5 ან 6 კვირის ოპერაცია, რაც ნაკლებია იმ 60 დღეზე, რომლის განმავლობაშიც პრეზიდენტს შეუძლია განახორციელოს თავდასხმები ისე, რომ არ დასჭირდეს წარმომადგენელთა პალატისა თუ სენატის გავლა. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, რატომაც ტრამპი, იცით, ჩართულია ამ გახანგრძლივებულ ცეცხლის შეწყვეტაში, რათა თუ მართლაც შეერთებული შტატები ისევ დაიწყებს ირანზე დართმევებს, მან, იცით, ოპერაციას სახელი შეუცვალოს. ეს აღარ იქნება ეპიკური რისხვა, ეს იქნება რაღაც სხვა. ეს იქნება კიდევ ერთი სპეციალური ოპერაცია. და ის 60 დღეზე მეც არ გასტანს. აი ესე ახერხებს ტრამპი მოქმედებას, იცით, ისე რომ კონგრესის უფლებამოსილებებს არ არღვევს. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის ომი ირანში, განსაკუთრებით თუ ამას აღიქვამენ როგორც ისრაელისთვის სასარგებლოს, თავისთავად პოპულარული არ არის შეერთებულ შტატებში. როგორც დემოკრატებში, რომლებიც პროგრესულები არიან და უკვე დიდი ხანია კამპანიას აწარმოებენ ისრაელის წინააღმდეგ, ასევე იზოლაციონისტ რესპუბლიკელებში, რომლებიც იცით, არ სურთ ამის გაკეთება. ასე ჩანს, თითქოს ნეთანიაჰუ არის ის, ვინც მართავს პროცესს და არც მუნებს ტრამპს, რომ ეს არის ის, რაც მას უნდა გააკეთოს. და შეერთებული შტატები ამ მიმართულებით წაიყვანოს. სამხედრო ძალა, იცით, იმისთვის, რასაც ისინი ისრაელის აშკარა სარგებლად მიიჩნევენ. ეხლა კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რაზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით, რომ ირანს ისრაელის მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია. როდესაც ეს თავდასხმა მოხდა ხომალდზე, რომელიც პერუს ყურეში გადიოდა, საპასუხო დარტყმა ქუვეითის აეროპორტზე განხორციელდა. ეს ბარეინსაც შეეხო. იცით, ირანი მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კარგი? ისინი ჰორმუზის სრუტეში გლობალურ გადაზიდვებს ემუქრებიან, რაც, იცით, მრავალ ქვეყანას, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ მოკავშირეებს, პერუს ყურეში აზიანებს. მაგრამ კიდევ უფრო მეტი დრონი და რაკეტა იქნა გაშვებული ამერიკელი მოკავშირეების წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში და ასევე ისრაელის წინააღმდეგ მთელი ომის განმავლობაში. იცით, ირანმა არაკი დაასტაბილურა, სირია დაასტაბილურა. ადრე ვსაუბრობდით იმაზე, როგორ დაასტაბილურა ირანმა ლიბანი, რომელიც სრულიად ჩამოშლილ ქვეყნად იქცა. მათ იემენიც დაასტაბილურეს. ეს საფრთხეს უქმნის საუდელებს, ეს საფრთხეს უქმნის და ცხადია მათ გაასტაბილურეს ღაზაც. ამიტომ, იცით, ეს სიტუაცია ირანთან დაკავშირებით არის ის, რომელსაც ჩემი აზრით შეერთებული შტატები სრულიად სამართლიანად მიუდგა. და ეს ამერიკის ინტერესებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ისრაელის ინტერესებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ ეს შეერთებულ შტატებში პოპულარულია. აქ რესპუბლიკური პარტიის შიგნით არიან იზოლაციონისტები, რომლებიც მზად არიან დემოკრატებთანაც კი გაერთიანდნენ, თუ ეს ნიშნავს პრეზიდენტ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მოქმედებაში ხელი შეუშალა.
გაგრძელება იქნება, მაგრამ ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს ამ კვირის იერუსალიმის ცუდზე, JNS TV-ზე. ჯოშ ჰასტონი, იანუსის კორესპონდენტი და გენერალური დირექტორი ალექს ტრაიმანი. მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც კულისებში მუშაობს JNS TV-ზე. მოგცეთ განსაკუთრებული მადლობა. გამოიწერეთ და აუცილებლად ეწვიეთ JNS TV-ს ამ შესანიშნავი კონტენტისათვის. ხოლო janus.org-ზე ნახავთ ყველა უახლეს სიახლეს ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შეხვედრამდე მომავალ კვირას აქ, Jerusalem Minute-ზე, მხოლოდ JNS TV-ზე.